აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მურგოშია სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ აფხაზეთის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა. დავით მურგოშიამ ჟიული შარტავას, ილია ვეკუას, თამაზ ნადარეიშვილის, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის და ლორიგ მარშანიას სახელობის 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიანტებს შესაბამისი დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრას ასევე სკოლის შემდგომი განათლების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ. მინისტრმა სტუდენტებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ დევნილ ახალგაზრდებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროგრამების შემუშავებას გეგმავს. გაცნობიტი შეხვედრა გაიმართა დღეს ჩვენ დევნილ სტუდენტებთან. ისინი არიან წარმატებული სტუდენტები და ბენეფიციარები ჩვენი სხვადასხვა პროგრამების. მადლობა მინდა გადაუხადო მათ ჩართულობისთვის, დავსახეთ სამომავლო გეგმები და შევთანხმდით ერთ ძირითად მიმართულებაზე, რომ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ პროგრამებით, ამიტომ დავსახეთ ახალი აქტივობების შეძენა ჩვენი პროგრამებისთვის. 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის თემას და უშუალოდ მედიის როლს ამ კონფლიქტის გაშუქების კუთხით და ეს ნაშრომი წარუდგინეთ შესაბამის კონფერენციაზე და საბოლოოდ მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მსგავსი ტიპის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ეს არის мотивация იმისთვის, რომ უფრო მეტად მოინდომონ წინსვლა.